მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ ხო და დღეს ისე ვიღებთ ტაქსისტის ცხოვრებას კარპარკინგ 2-ში. და მეგობრებო, როგორც იცით წინა ეპიზოდში დამიჭირეს რაღაც იმ საეჭვო გზავრის გამო ხუთი რომ დატოვა მანქანაში და რაღაც ბომბი ყოფილა. და ძლივს დავაღწიე სასამართლო მქონდა ადვოკატი და რაღაცა ძლივს დავაღწიე თავი ჯანიმა გადავიხადე ერთი $500 დამრჩა $3500 ეხა აგერ მანქანის წასაყვანად მოვედი $100 გადავიხადე ამაში ამანქანის გამოყვანაში საჯარიმოდან და დღეს მეგობრებო იმ ხალხს რომ შევპირდი წინა ეპიზოდში მომენტი ნომერიო და მოვყიდი ამანქანასო დღეს უნდა გავყიდო სწორედ ეს მანქანა მაინც ვყიდიდი მაგრამ პოლიციამ დამწვა და უფრო აგიტო უნდა გავყიდო რომ ხელი აღარ შემვიშალოს კი გამათავისუფლეს, მაგრამ კიდე მიდის რა გამოძიება მაგუთზე რა, ასე თქვა პოლიციელებმა, რომ ვუთხარი ეგ რა ეს კაცი და ეძებენ რა მაგაც. ხო და თუ იპოვიან, არ ვიცი. დავქოქოთ, მოკლედ ეს მანქანა უკვე ჩვენია, დავქოქოთ. დღეს ახლა რას ვაკეთებთ? დღეს ცოტა ხანი, ანუ ტაქსავთ დღესეც, მაგრამ ცოტა უნდა დავისვენოთ რა მანქანა უნდა გავრეცხოთ და მანქანას რო გავრეცხავთ, მერე უნდა გავყიდოთ იმ ხალთან უნდა მივიდეთ და უნდა გავყიდოთ მეგობრებო. წავედით ერთი 3000 ღირს გარეცხვა მანქანას გავრეცხავ. ფული კი ღირს, მაგრამ აქ ჩემი მეგობარი მუშაობს და გამირეცხავს რა უფასოდ. ხო და აი ასე გავრეცხავთ ჩვენ მანქანას ნახეთ რა ლამაზია პროსტა უყურეთ რა ლამაზია მინანება რა მანქანის გარეცხვა კი არა და ამანქანის გაღიდვა კარგი დაურეკოთ მოდი იმ ხალხს ეხა ჩვენ და მივყიდოთ რა მანქანა გადის ზარე გამარჯობათ ვინ ხართ? ის ტაქსისტი ვარ გუშინ რო გითხარით ნომერი მოგიცით რა მანქანის გაყიდვა მინდა თქო და თუ ვიყიდითო ხო გამახსენდა ყიდით მანქანას უკვე? კი ვყიდი ყველაფერი კარგად აქვს ეხა მანქანას გავაკეთე ის დამწრეული რო იყო ყველაფერი გავაკეთე მართლა? ხო, მაგრამ ერთი პრობლემა. რავი, თუ გაწყობთ, არ ვიცი, ამანქანას, ანუ განთავისუფლებული ვარ, პოლიციამ დამიჭირა რა ამანქანით და ამ ვიღაც მგზავრი ჩამიჭდა. თუ დაინახეთ რაღაც 5 იდო რა, უკანასი დენიაზე და უკანასი დენიაზე 5 იდო და მგზავრმა იქნა რა ეგ. კი, რაღაც 5-ს კი მოვკარი თვალი და რა ვიცი მე. მე თქვი თქვენი იყო. ხო და მაგის გამო დამიჭირეს რა. ხო და ეხა კიდე გამოძიება მიმდინარეობს, მე ძლივს დავაღწიე ციხეს თავი. ერთი დღე ჩამწვეს მარტო ციხეში და მე ძლივს სასამართლო და რაღაცა მქონდა ძლივს გავითავისუფლე და ეს მანქანაც დაიწვა რა, მაგრამ დამწვეს ანუ ამანქანით რა. ხო და არ ვიცი კი ვარ თავისუფალი, მაგრამ კიდე გამოძიება მიმდინარეობს და შენ რავი შეიძლება გადაღება ეს მანქანა და ნომრები შევცვალო. ხო და რავია. კაი, მოდი არა პრობლემა კაცო. მე მივხედავ მაგ საქმეს. მოდი ახლა მისამართი ჩაგიგდებ და მოდი. კაი. ხო და იქ არის მისამართს ჩაგვიგდებს ახლა და წავალთ. აბარა მოიცა მიყიდე მირეკავს
გამარჯობათ, მე კიდევ ის გოგო ვარ. ბაზართან მოდი და იქ გავისაუბროთ. კაი. ბაზართან მოდიო და გაგრას იქ ვართ. თითქმის. წავედით, აბა მივიდეთ. ბაზართან. სადა აბა ეს გოგო? ოპა, აგერა. თუ სადა? აგერა. მოიცადე. გამარჯობათ. თქვენ ხართ ეს მანქანა რომ უნდა იყიდოთ? კი, მე ვარ. მე ვარ უკაცრავად. ხო და რა სჭირს ახლა მანქანასა რამდენში იყიდით? $3000 და საერთოდ არაფერი არ ჭირს მანქანას იდეალურ მდგომარეობაშია თუ მინდა გატესტე, რავი. არა, გენდობით არ მინდა გატესტვა. ხო და მაშინ იდეალურ მდგომარეობაშია და შეგიძლიათ ეხავე ან ქეშად მომწეთ ახლა ან გადმომირიცხოთ. კარგით, მოდი პარემ ეხა ტელეფონს ვათვალეერებ. ტელეფონი ვიჭიროს ხელში და ახლა ამ წუთას ეხა ეს თქვენი ბარათის ანგარიშის ნომერი ეს მონაცემი მითხარით და ჩავწერ და იმას გადმოგირიცხავთ ტელეფონიდან. პარემ. კარგით. ინებეთ. მოიცემ ნახო. ოპა, გადმორიცხულია. მომეცით ახლა ეს გასაღები, ხო და კაი, აბა წავედი, კარგად იყავით. მშვიდობაში. მადლობა. ხო და მეგობრებო, გაიყიდა ჩვენ მანქანა და ეხლა უნდა ეს მანქანა გაიყიდა. ნომრები დაუტყუე. და მოიცა ბიჭო. ეხა შევნიშნე, მგონი არასწორად მაგ ნომრები დაყენებული მეღადავები? პირიქით არ უნდა იყოს მეგობრებო, ეს ნომრები? გაიყოს ეხა რაც არა. ხო, ეხა მეგობრებო, ვიყიდით ახალ მანქანას ჩვენს ანგარიშზეა ეხა 3,400,000 იყო, ეხა დამიჯდა 3,000. მოკლედ $6,400 გვაქვს ანგარიშზე. და ეხლა ნახოთ რამე $5,000 მანქანა თუ არის. ნახოთ აბა. დაგიბრუნდებით. აგერ ბაზარში მევალ ეხა და დაგიბრუნდებით. და დაგიბრუნდით, ბაზარზე არის კიდევ ეს მანქანა და მოკლედ დავუკავშირდი პატრონს, ამ მანქანას პატრონს, ეს არის Toyota Camry, რომელიც იქნება ჩვენი ახალი მანქანა. დავუკავშირდი მოკლედ პატრონს და ვუთხარი რომ მოკლედ ვუთხარი რომ 5,000-ად გამატანეო რა. ხო და აგერ მომცა ეხა მისამართი. ხო და ეხა ნახავთ რა, აი ეს კაცია. გამარჯობა. გამარჯობათ. ეს მანქანა გინდათ შენ ხო ეს Toyota Camry? კი, როგორც გელაპარაკეთ. ხო, მაშინ 5,000 გადმომირიცხე და გასაღები და თქვენი იყოს ეგრევე გეუბნებით. თქვენი იყოს მეჩქარება, ოღონდ ეხა ტელეფონზე დამირეკეს ძალიან მეჩქარება. გასაღები მომცა ბიჭო ეგრევე? კაი, ანგარიშის ნომრები კი ვიცი. ოპა, და -3,000 ვიყიდეთ მოკლედ მანქანა გასაღები მომცა და ერთადერთი პრობლემა ამას ნული გარბენი და ყველაფერი კარგად კი აქვს, მაგრამ ერთადერთი პრობლემა ნომრები. ეხა ჩემს გარაჟში მაქვს ნომრები მანქანაზე. მოვაწრობ იქამდე უნდა მივიდე, რომ პოლიციამ არ დამინახოს და კამერებმა რა. ხო და კარგი, დაგიბრუნდებით, ნომერს დავაბნეო. დაგიბრუნდით მეგობრებო, ამას უყურეთ, პროსტა რა ნომრები ავიღე, უყურეთ. ნახეთ. KM002 TH. ანუ ეს
ორი რაღაცა არის, ორ რაღაცას ნიშნავს. car parking ორს, მაგიტო ავიღე 002 რა. ანუ CMP 2, ანუ რა. CM ტხ რა. ეს ნიშნავს რომ Toyota Camry-ს ნიშნავს, ანუ Camry-საც ნიშნავს და car parking-საც რა. ხო და ასეთი მაგარი ნომრები ავიღე და ტაქსი გიდი აქეთ, ძალიან კარგი მანქანა, ძალიან კარგი სალონი, უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი სალონია და კლიენტი ძალიან კარგად იქნება აქ. კარგი, წავედით ჩვენ აბა ეხლა წავედით, მოკლედ დავიწყოთ რა მუშაობა, დავიწყოთ რა. და ავიღეთ გამოძახება, მეგობრებო, ავიღეთ გამოძახება და მივდივართ. მაგრამ მაინც კაი მანქანა რა. ამას უყურე ძმა. აუ მიხადავები რა გააკეთა ძმა. ვეღარ მოვასწარე მეგობრებო. კარგი, შემდეგ გამოძახება ვნახოთ აბა. კარგით მეგობრებო, მივიღეთ შემდეგი გამოძახება, ეხლა წავალთ და იმედია ეხლა მაინც მივასწრებთ. და არ მინდა რომ ეს ჯარიმები ავიკიდო და ავიკიდო, არ მინდა ძმა, არა. აქაც მწვანე გაგვიმართლა. კარგი, აქედან შევუყვიოთ, ეხლა აქ წითელია, უნდა დავარღვიო რა გავაკეთო ეხლა. 11 წამიდამჩა 10 რა. ვა, სადაა კლიენტი დროზე? იანდი მანახით. მალე 2 წამზე მივასწარე მეღადავები და ისევ ის კაცია. წინა ვიდეოში რომ ხამე რომ ადამიანი ჩაგვიჭდა ხო ეც მგზავრე. ეს ადამიანია. გამარჯობა ძმაო. გამარჯობა. ისა შენ მეცნობი ძმაო. ხო, ისე მეცნობი რა ძმაო. შემთხვევით შენ 34 ხო არ ყავდა? კი, მყავდა მერე. ხო და ის ტაქსი ხარ ხო 34-ზე რო იჭდა. კი, მე ვარ ეგ. ხო და ეს რა დაგითრევია ძმაო, ისე 34 ხო არ გაგიყიდია ძმაო. კი, გავყიდე რა. თუ ეს რა გააკეთე ძმაო, ეს რა გააკეთე რა. რა ტიპილობა მანქანა, კაი მანქანა კი, მაგრამ ისე ძალიან კარგადაც ვერ დადის რა ეს Camry-ები, მაგიტო არ მევასება რა. ხო, ცოტა გეთანხმები ხა მეგობარო, ვერ დადის რა. ხო, საერთოდ მე BMW-შნიკი ვარ და მიყვარს BMW-ები რა. ხო და ცოტა ჩქარა რა, ავტობანია, ცოტა განძერით რა, ჩქარა იარეთ რა. რაც შემიძლია დავდივარ მეგობარო, რაც შეუძლია დავდივარ ამ ქერს და რა ვქნა მეტი ხა მეგობარო და ავარია რომ მივიდეს ეგეს არ მინდა თან აქ ეს ხალხი ისე დადის, ნახე, ხისთავიანი ასეთი ხისთავიანი გამოგიხდება და დაგეტაკება. არ მინდა ეგ ძმაო, არა. მინდა რომ წესერად ვითაქსავ, ეს ჩხარასიარული აღარ მინდა ძმაო. ისე ის 34 რატო გაყიდე? იმიტომ რომ ბენზინს ბევრს წვავდა, ეგ სატაქსავ ძმაო, არ გამოდგება. ბენზინს მანქანა რო წვავს ბევრს, ეგ სატაქსავთ აღარ ვარ გაწვავ. ხო, გეთახმები, მაგრამ ასიზამ ძმაო, როცა ტაქსავ ბარაუშავს, მაგრამ შემდეგში იყიდი ხა. ხო ძმაო. ვიყიდი. ტაქსავაზო დავამთავრე, მართლა ვიყიდი. ო ძმა. აუ აქ კიდე პოლიცია მიყატავები. ვაიმე პოლიცია აღარ მიხსენო რა. რატო რა მოხდა? მაგე 34-ზე ზუსტად. კლიენტი ჩამიჯდა და ჩამიდო რაღაც ჩანთა. საეჭვო ჩანთა.
მეღადავები? გამიჩერეთ. ხო და დამიჭირეს და ძვლის გამოვაღწე. ვაუ. მადლობა ძმა, მადლობა. აგერ $580. ნახვამდის. კარგად აბა, კარგად. აბა $580 დავითრეთ. კარგად აბა, შემდეგი მგზავრი ჩავისვათ. მოდი, გავაგრძელოთ გზა და ჩავისვათ ეს გზავრი. ვაუ, ცოტა ფრთხილად. ეს გადმოგვიხდა ეგრევე. გამარჯობათ, მიმიყვანეთ რა ქალაქში რა ჩამიყვანეთ გეყვაწებით რა. ნელა იარეთ ეხა ძალიან ჩქარაც არ გინდათ. ძმაო, ადამიანი, მადლობა ძალიან დიდი რომ მითხარით ნელა იარეთო, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა პირველია თქვენ რომ მაგას მეუბნებით რა. ძმაო ადამიანი და ძმაო კლიენტი. ნელა იარეო, არ გინდა მეტი არაფერია. 90-ით რო ვიარო ხო შეიძლება 100-ით, 110-ით, რაცაა დაშვებული. როგორ არა კაც, მაგრამ 100-ს შეიძლება ესა 10 გადააცილოთ. იმიტომ რომ კამერა არაფერს არ ამბობს მაგას რა და ჯანიმაც არ მოგივათ. ძმაო, კლიენტიც ამას ქვია. იმიტომ რომ მე რაც კლიენტები მყავდა, ყველა შენაირად კი არ იქცეოდა ყველა. აბა როგორ იქცეოდა? კაცო ნელაი, ჩქარაო, ბიძახოთ რა, ტვინს მიბურგავდნენ რა. ეგენი არ მიყვარს მასეთი ხალხი. და სწორედ რო არ გიყვარს გიტყვა. ეს ქემბრი მაგარი მანქანაა. მაგრამ ჩემს E34 ვერ ჯობდა. ადრე მყავდა E34 რა. თქონდა მაგას ვერ ჯობია. რა თქმა უნდა, ეხა E34-ს ვერ აჯობებს. ხო. ამ სასადილოსთან შემიჩერეთ. ჩერო? სასადილოსთან. კაი. ხო. შემიჩერეთ. მადლობა. $601-ით ვიშოვეთ. კარგად აბა, მივიღოთ შემდეგი გამოძახება. და დაგიბრუნდით მეგობრებო, მივიღეთ გამოძახება, მაგრამ სანამ გამოძახებას მივიღებდით, მანამდე გავრეცხე მანქანა, კლიენტს ბენზური მანქანით არ შეხვედრილიყავი და დამეჯახეს. უბრალოდ გამედო რა. კაი, აღარ გავაჩერებ ამისთვის ახლა. ხო მეგობრებო, ეს მანქანა არის 370 ცხენზე თუ კარგად ვიცი, 0 გარბენით. პირველად გავატარე, პირველად დადის საერთოდ ეს მანქანა. ან ჩამოღრელია გარბენი, არ ვიცი. კარგად, ახლა ჩვენ წავიდეთ. ხინა ამ დამიჯახა ბიჭო, ეს ვინები არიან ესენი, რანაირად დადიან. აქ რაღაცა იმ ბიჭს გავს ისე. მიმიყვანე რა ძმაო, მიმიყვანე რა მალე. ბიზნესმენი კაცი ვარ, მალე მიმიყვანე. კარგი. მოიცა ტელეფონი მირეკავს. ალო, ხო ნოდარი. ხა მოკლედ მომაქვს ის 5 და ფულიც მომაქვს რა. ნუგეშინია, არავინ არ დამინახავს. მოვდივარ ბიჭო, ტაქს მოყვები. კარგი. რა 5 ძმა? არა, ეგ შენ საქმე. იარე, წინ. კაი ძმა. მეღადავები მეგობრებო? ახლა ამას ჩამოვსვა. მეღადავები? და პოლიცი?
პოლიციის შენობასთან ჩამოდის თან. მიყადავები? და კარგით მეგობრებო, გაგრძელება იქნება შემდეგ ეპიზოდში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მე შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.